ჩვენ ახლა დავიწყებთ წუხრის მსახურებას. ასევე მას ეწოდება შენდობის მსახურება და დღევანდელ დღეს კიდევ უწოდებთ შენდობის კვირას. ეს ტრადიცია არის ჩამოყალიბებული სამონაზვნო წიაღში. ეგვიპტელი და პალესტინელი მამები დიდი მარხვის დაწყებისას ერთად იკრიბებოდნენ, მსახურობდნენ, ეზიარებოდნენ და ერთმანეთს შენდობას თხოვდნენ. და ეს შენდობა ამავდროს იყო ერთმანეთთან გამომშვიდობებაც. რამე თუ უდაბნოში გასული ზოგიერთი მათგანი შეიძლება აღდგომის მსახურებაზე არც დაბრუნებულიყო და გარდაცვლილიყო. ანუ ეს არ იყო დამშვიდობება მხოლოდ აღდგომამდე, არამედ ეს იყო გამომშვიდობებაც. და რომელიმე მათგანი არ გასულიყო შენდობის გარეშე, ანუ შენდობა არ ეთხოვა, ან შენდობა არ მიეღო, ამგვარად დატოვება წუთისოფლისა არც ერთს არ სურდა და არც შეეძლო. ამ წესმა შემდგომ მიიღო საყოველთაო გავრცელება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომაც ჩვენ ვასრულებთ არა მხოლოდ მონასტრებში, არამედ სამრევლო ტაძრებშიც შენდობის წესს დიდი მარხვის დაწყების წინ. და წმინდა ისაკასური ბრძანებს ის, ვინც საკუთარი თავი დაინახა, აღმატებულია იმაზე, ვინც ანგელოზებს ესაუბრებაო. შენდობის თქმა საკუთარი თავის დანახვის გარეშე გულწრფელად შეუძლებელია. სხვაგვარად ეს იქნება ფორმალური და საკუთარი ცოდვიანობის განცდის გარეშე ნათქვამი. ეს იქნება კვლავ ბრალობა მოყვასისა, აი როგორც ზემოთ თქვი ქადაგებაში, რომ ადამი და ევა ღმერთს აბრალებდნენ და ერთმანეთს იმან მომცა შენ ვით შექმენი. საკუთარი თავის დანახვის გარეშე შენდობის თქმა შეუძლებელია. ამიტომაც ადამიანები სხვას დავაბრალებთ ამა თუ იმ ჩვენს ცოდვას, ჩვენს აფეთქებას, ჩვენს არასწორ მოქმედებას, ჩვენს რომელიღაც მიდრეკილებას. თანაც დღეს ძალიან გავრცელებულია, რომ ადამიანმა დააბრალოს თავის მშობელს, არასწორ აღზრდას, რომელიღაც მოვლენას, იმას, რომ მას დააკლეს თურმე ყურადღება, სიყვარული, დააკლეს, ასე ვთქვათ, მზრუნველობა. მინდა თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან კარგი, ძალიან კეთილშობილი და მისაბაძი ადამიანი გაიზარდა ზოგი ობლობაში, ზოგი სიდუხჭირეში, ზოგი არათუ სიდუხჭირეში, არამედ შევიწროებაში.
ძალიან ბევრი, კარგი და გენიალური ადამიანი. და ალბათ ეს გარკვეულწილად თაობის მახასიათებელია თანამედროვე ადამიანის, რომ ეძიოს ბრალეულობა სხვაში და არა საკუთარ თავში. და როდესაც ჩვენ ბრალეულობას საკუთარ თავში თქვათ ვეძებთ ღმერთის გარეშე, ჩვენ გვემართება დეპრესია. მაგრამ თუ ჩვენ ვართ ღმერთთან, ჩვენ ვართ ეკლესიურები, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ბუნება სამწუხაროდ მიდრეკილია ცოდვისკენ. და ჩემშია ჩაბუდებული ყველანაირი ვნება. ზოგჯერ ეს ვნება ისეთია, რომ მე მას ვერ ვფლობ, აი მაგალითისათვის ვიღაცამ შემაგინა და მე ავტომატურად ვაგინებ მასაც. ხელათვე წამოვენთები და ბრაზდები. თავს ვერ ვფლობ. და მოქმედებს ვნება სიბრაზის, ბრისხანების, თავშეუკავებლობის და ასე მრავალი. როცა დავლევ 1000 ვნება შემომიტევს. როცა გავბრაზდები, კონტროლს კარგავ ჩემს მოქმედებაზე, ჩემს ენაზე. და ამ ყოველივეს დაძლევა და იმ მდგომარეობაში მოსვლა, რაც ადამი იყო დაცემამდე, უზაკველობაში, უბოროტობაში, კეთილგანწყობაში, ყველასადმი, ყველაფრისადმი ჩვენს ირგვლივ შესაძლებელი არის ქრისტესთან ერთად. აი ეს უნდა გვახსოვდეს ძვირფასო ძმანო და დანო, ღმერთს ჩვენი ცოდვა კი არ უკვეს. კაცობრიობა რამდენი 1000 წელი არსებობს, იმდენი 1000 წელი სცოდავს სამწუხაროდ. სცოდავს დიდიც და პატარაც. სახელიანიც და უსახელოც. მაგრამ ღმერთი ჩვენგან ელოდება შენანებას და საკუთარი თავის დანახვას. იმიტომ რომ როდესაც მე დავინახავ საკუთარ თავს იმ დაცემულ მდგომარეობაში, როდესაც ნება მოქმედებს ჩემში, მე მივხვდები, რომ მე მარტო კი არა ვარ ასეთი, ჩემი მოყვასიც ასეთია და ჩემ მოყვასაც ჭირდება დახმარება, ჭირდება განწმენდა, ჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და მე ის კი არ უნდა გავწირო, მე ის კი არ უნდა განვიკითხო, არამედ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და ღვთისაკენ ერთად ვიაროთ. იმიტომ რომ ჩვენი მშველელი და ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი არის მხოლოდ ქრისტე. და ამიტომაც ჩვენ შენდობას ვითხოვთ არა მხოლოდ იმისათვის, რომ რაც მე კონკრეტულად ვწოდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე კონკრეტულად თუ ვწოდე ადამიანის მიმართ, ამაზე ვითხოვო შენდობა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, აბსტრაქტული არ უნდა იყოს ჩვენი შენდობა. შეიძლება ის ადამიანი არ არის ჩვენ შორის, შეიძლება არ არის ტაძარში, მაგრამ მე ჩემს გულში უნდა გავიაზრო, რომ შენდობას მასაც
თხოვ, ან მასაც ვაძლევ მე ამ შენდობას. და ამავ დროს შენდობას ვითხოვთ ჩვენი დაცემულობის გამო. ჩვენი დაცემულობის გამო, რომელიც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს უშურველად და გულწრფელად. ეგოიზმის გარეშე. აი ამგვარი, ანუ ორგვარი უნდა იყოს ჩვენი შენდობის თხოვნა. უნდა იყოს კონკრეტულიც და ეს კონკრეტულობა გამოიხატება შემდგომ, რომ მე შინაგანად ვემზადები, რომ იმ ადამიანს, ვისთანაც მაქვს რაღაც, ასე ვთქვათ, უსიამო ურთიერთობა, ამ ადამიანს ვაპატიო, ან ვისთანაც მე ვწოდე, გადავლახო ჩემი სირცხვილი და თხოვო მას შენდობა. გადავლახო ის, რომ ვამბობ, მე სამართლიანად მიმაჩნია, ის ასე რომ არ მოქცეულიყო, მე ასე არ მოვიქცეოდი და მოკლედ ღმერთს რო არ შეექმნა გველი, მაშინ არც ადამის წოდავდა და არც ევა. ასე გამოდის. მაგრამ ეს ამგვარი აზროვნება არასწორია. ამგვარი აზროვნება ღმერთს გვაშორებს ჩვენ. აი ახლა შესრულდება წუხრის წესი და ჩვენც მოვემზადოთ ძვირფასო ძმანო და დანო, რომ თხოვოთ შენდობა ერთმანეთს, თხოვოთ შენდობა ღმერთსა და ჩვენს მოყვას. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.